პროფესიონალთა შეხედულება. დაინახე კარგი. ანონიმურ ემოციონალებს წლებია საუკეთესო ურთიერთობა აქვთ ექიმებთან, ფსიქიატრებთან, ფსიქოლოგებთან, სოციალურ მუშაკებთან, ადვოკატებთან, სასულიერო პირებთან და ბევრ სხვა პროფესიონალთან. ბევრი მათგანი თავად პაციენტებს, კლიენტებს თუ მრევლის წევრებს ამ გაერთიანებაში აგზავნიან. შეიძლება ეჭვი გაგიჩნდეთ იმის თაობაზე, თუ როგორ ახერხებს ანონიმური ემოციონალების მსგავსი არაპროფესიონალური ორგანიზაცია თავის წევრებს ემოციურ გამოკეთებაში დაეხმაროს. იქნებ დაინტერესდეთ, რა შეხედულების არის ზოგი პროფესიონალი, რომლებიც ხედავენ ჩვენი ზოგი წევრის ტანჯვას და შემდეგ იმის მოწმენი გახდნენ, თუ როგორ დაეხმარა ჩვენი პროგრამა მათ განკურნებასა და ზრდაში. ამ თავში ნახავთ ამგვარ პროფესიონალთა წარმორთქმულ საქებარ სიტყვებს და ბევრ შემთხვევაში მათ თვალსაზრისად, თუ რატომ აქვს ანონიმური ემოციონალების პროგრამას ასეთი შედეგები. მედიცინის დარგის პროფესიონალები, ექიმისგან. რა წინასწარმეტყველური იყო სიტყვები, რომლებიც წარწერად ახლდა 1951 წელს ამერიკის საჯარო ჯანმრთელობის ასოციაციის მიერ ანონიმური ალკოჰოლიკებისთვის გადაცემულ ლასკერის პრემიას. ციტატაში ვკითხულობთ, ერთ დღესაც ისტორიკოსებმა შეიძლება აღიარონ ანონიმური ალკოჰოლიკები როგორც უაღრესად გაბედული ნაბიჯის გადამდგმელები საზოგადოებრივ საქმიანობაში, რომლებმაც საერთო სადგევარით გაერთიანებულ ადამიანთა თვისტომობაზე დაფუძნებული საზოგადოებრივი თერაპიის ახალი იარაღი გამოჭედეს. იარაღი, რომელსაც უზარმაზარი პოტენციალი აქვს კაცობრიობის უამრავი სხვა სენის წინააღმდეგ ბრძოლაშიც. მათ გარდა არსებობენ ანონიმურ ემოციონალებიც, ისინი გამოჯამრთელების 12 ნაბიჯისკენ გზას უხსნიან იმ უამრავ ადამიანს, რომლებიც ემოციური დაავადებით იტანჯებიან. ეს 12 ნაბიჯიანი პროგრამა ემოციური პრობლემების მქონე ადამიანს ეუბნება. ნუღარ გეშინია, სხვას გადაეცი შენი პრობლემები, შეიცანი თავი, აპატია საკუთარ თავს, შეიცვალე და გამოასწორე შენი ცხოვრება, ყოველ დღე გაანალიზე შენი ცხოვრება, აკეთე მედიტაციები, ეს გზავნილი გადაეცი სხვებსაც, ვისაც ემოციური გასაჭირი აქვს და ეს პრინციპები შენს ყველა საქმიანობაში გაატარე. ეს პროგრამა წარმატებულია უდავოდ, თუ ადამიანს აქვს სურვილი თავი დააღწიოს შიშებსა და დეპრესიას, რომლებიც მის ცხოვრებას უმართავს ხდის და აქვს ნება, დღიდან დღემდე მისდიოს ამ პროგრამას იშვიათად, რომ ის წარუმატებელი აღმოჩნდეს. ამ პროგრამის მიმდევრებისგან ბევრი წარმატების ამბავი მსმენია. ზოგი მათგანი შიშების გამოსახლიდანაც კი ვერ გამოდიოდა, ზოგი თვითგანადგურების ზღვარზე იდგა. სხვებს მრისხანების შემოტევები და ალკოჰოლიზმით გამოწვეული ემოციური განადგურება სტანჯავდა. მათ გაიგეს, რომ აღარ უნდა ეშინოდეთ, რომ დახმარება აქვე, მათ გვერდითაა და რომ ამ დახმარებას უზენაესი ძალისგან და ანონიმური ემოციონალთა გაერთიანებისგან მიიღებდნენ. მტკიცედ მჯერა, რომ ბილ უილსონისა და დოქტორ ბობის მიერ წამოწყებული განკურნების 12 ნაბიჯიანი პროგრამის პრინციპები მართლაც ზეგარდმო შთაგონებული პრინციპებია და რომ რაღაც მისტიკური გზით მათ ზეგარდმო შთაგონებით შექმნეს განკურნების 12 ნაბიჯი, ისევე როგორც ბიბლიის ავტორებს ჰქონდათ ზეგარდმო შთაგონება. სამყაროს სარგებელი მოუტანა იმან, რაც დაიწყო ოჰაიო შტატში, ქალაქ აკრონში 1935 წელს, როდესაც ბობი და ბილი პირველად შეხვდნენ ერთმანეთს. ანონიმური ემოციონალების წევრებმა გამოჯამრთელების 12 ნაბიჯის პროგრამა კაცობრიობის ემოციურ პრობლემებთან საბრძოლველად გამოიყენეს. გამოჯამრთელების უამრავი წარმატებული ისტორია ამ პროგრამის ქმედითობის დამადასტურებელია. მ.ჯ. ვეგლეიტნერი, მედიცინის დოქტორი, ელ-პასო, ტეხასი, 1978 წელი. ექიმისგან. 30 წლის განმავლობაში პრაქტიკოსი ექიმი ვიყავი. კლინიკური პრაქტიკა რომ დავიწყე, მედიკოსის სტუდენტების პედაგოგი გავხდი და განვაგრძე კვლევა, რის შედეგადაც ვისწავლე ის, რაც სამედიცინო სასწავლებელს ჩემთვის არ უსწავლებიათ. ხვდებოდნენ ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტები, რომლებმაც გამაგებინეს, რომ სხვადასხვა შეზღუდვის და ტკივილის მიუხედავად რა ძლიერ აფასებს ზოგი ადამიანის სიცოცხლეს. მათ მასწავლეს, რომ ადამიანებს შეუძლიათ ცხოვრებასთან შეგუება და შეზღუდვებთან შერიგება. აგრეთვე მიმახვედეს, რომ სხვადასხვა პრობლემას ვერ გავაცალკევებთ ერთმანეთისგან, ისე თითქოს ისინი არ ურთიერთქმედებდნენ. მე არ შემეძლო ჩემი პაციენტების პრობლემები მკაფიოდ დამეხარისხებინა სოციალურ, ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ კატეგორიებად და თავისე დამეჭირა თითქოს ეს პრობლემები ურთიერთდამოკიდებულები არ ყოფილიყვნენ. მათ მასწავლეს, რომ არ შემეძლო გამეცალკევებინა ერთმანეთისგან სხეული, გონება, სული და გამეცხადებინა მე მხოლოდ სხეულზე ზრუნვა მეკესრება მეთქი. ვისწავლე, რომ ავადობა არ იყო მხოლოდ ბიოლოგიური პრობლემა და რომ ბიოლოგიური მხარის გამოსწორება პრობლემების გადაჭრის მხოლოდ ნაწილი იყო. დღეს აღარ მეჭვება, რომ ანონიმური ემოციონალების პრაქტიკის მსგავსი 12 ნაბიჯის ურთიერთდახმარების პროგრამები, როდესაც კი ის სათანადოდ სრულდება, ავსებს დღესდღეობით ჯანდაცვაში არსებულ ხარვეზებს.
მედიცინა და ფსიქოლოგია წინ წავიდა, მაგრამ ამ წინსვლის დიდი წილი მოხდა შესაბამისი სულიერების განვითარების გარეშე, იმ თავმდაბლობის გარეშე, რომელიც ჩვენს მოყვას ადამიანებთან კავშირის შესანარჩუნებლად გვჭირდება. მედიცინას და ფსიქოლოგიას აქვს მრავალი იარაღი, რომლებიც იქნებ ხელს უწყობს განკურნებას, მაგრამ ჭეშმარიტი განკურნების მოხდენის ძალა ჩვეულებრივი მედიცინის მიღმა ძევს. სულიერება სხვა არაფერია თუ არა ეს ძალა, ეს პოზიტიური შემოქმედებითი ენერგია, რომელსაც მოაქვს უკეთესობისკენ ცვლილება. 12 ნაბიჯის პროგრამა კი სხვა არაფერია თუ არა ამ ძალის მისაღებად სწორ წყაროზე მიერთება. ცხოვრება ეს არის სვლა სხეულის, გონების და სულის მთლიანობისკენ, მათი გაერთიანებისკენ. სიცოცხლის გამარჯვებაა, როდესაც ის ძლევს ბრაზში დანაშაულის გრძნობასა და სირცხულს, რომლებიც ამდენ ტკივილს გვრიან სულს. ამ გამარჯვებისთვის ის იყენებს მკურნავ ძალას, რომელიც ჩვენს არსებაში გვაქვს დაგროვილი და აგრეთვე მკურნავ ძალას, რომლებსაც ანონიმური ემოციონალების მსგავსი შემწე საზოგადოებები გვთავაზობენ. ცხოვრების სიხარული გახლავთ ის, რომ შევინარჩუნოთ ცნობიერი კონტაქტი ჩვენ შინაგან შემოქმედთან, შევინარჩუნოთ ცნობიერი კონტაქტი გარე შემოქმედთან და ვიცხოვროთ ცოდნით, რომ ორივე ეს შემოქმედებითი ენერგია არსებობს და აქტიურად მიგვიწვის ადამიანური სულიერი განზომილებების უფრო მაღალი ცნობიერებისკენ. ზოგიერთ ვინც ამ ტექსტს კითხულობს, შეიძლება ბიოლოგიური დაავადება ჰქონდეს და სჭირდებოდეს ამ გვერდებზე აღწერილი პროგრამის მიერ შემოთავაზებული ფსიქოლოგიური და სულიერი დახმარება, შესაბამისი წამლის და თერაპიის პარალელურად მიიღოს. ზოგ თქვენგან შეიძლება ფსიქიკური აშლილობა ჰქონდეს და სჭირდებოდეს ჯანსაღი ბიოლოგიური ზრუნვა, სათანადო საკვები, დასვენება, ვარჯიში, ფსიქოთერაპია და ამ პროგრამის სულიერი დახმარება. ზოგი შეიძლება ძირითადად სულიერად იყოს დაზიანებული. მაშინ თქვენთვის საჭირო სულიერ გამოჯანმრთელებას ამ 12 ნაბიჯის გავლით და ანონიმური ემოციონალების მხარდამჭერი ჯგუფების მაკურნებელი სიყვარულისა და მიმღებლობის წყალობით მოიპოვებთ. იმის მიუხედავად, სენი დაიწყოს ხელში, გონებაში თუ სულში, თქვენთვის მაინც მარგებელი იქნება საყოველთაო მაკურნებელი ენერგია, რომელიც ყველა ჩვენგანისთვის მისაწვდომია. თუ გექნებათ თავმდაბლობა, იყოთ გულწრფელები და ითხოვოთ, რაც გჭირდებათ. ჩვენ ყველას გვაქვს დაბადებით მონიჭებული უფლება, განვიცადოთ შემოქმედის მაკურნებელი, მოყვარული სიახლოვე ჩვენი მოყვასი ადამიანების მეშვეობით. ასევე ჩვენი ვალდებულებაა ჩვენი მოყვასი ადამიანებისთვის თავად გავხდეთ შემოქმედის ეს მაკურნებელი, მოყვარული სიახლოვე. ისწავლეთ ამ წიგნით და გამოიყენეთ საკუთარი გამოცდილება, ძალა და იმედი იმ სიბრძნით, რომელსაც თქვენი უზენაესი ძალაში დაგაგონებთ. ენერგია, რომელიც შისწვრას, დანაშაულის გრძნობის და სირცხვილის გამოკვებაზე იხარჯებოდა, იმედის, მიმღებლობის, შენდობის და საკუთარი თავის დაფასების მაცოცხლებელ ენერგიად გარდაიქმნება. ექიმი ბილ იაკიკი, მედიცინის დოქტორი, ექიმთა სამეფო კოლეჯის წევრი, ასოცირებული პროფესორი. მანიტობის უნივერსიტეტი, უინიპეგი, მანიტობა, 1995 წელი. მენტალური ჯანმრთელობის პროფესიონალები, კლინიკური სოცმუშაკისგან. დიდი სიამოვნებით გამოვხატავ ჩემს მხარდაჭერას ანონიმური ემოციონალების საქმიანობის მიმართ. მე კლინიკური სოცმუშაკი ვარ და მუშაობ ადამიანებთან, რომლებიც საკუთარ ცხოვრებას იკვლევენ. ეს მათი მცდელობა უფრო კომფორტულად ფუნქციონირება შეძლონ. მე მათ ვეხმარები წარსული გამოცდილებების კვლევაში, რათა გავიგოთ, როდის მიადგათ ტრავმა და რა იყო მისი შედეგები. მას მერე რაც ეს გაირკვევა, ადამიანებს ეძლევათ შესაძლებლობა აირჩიონ, მათი აწმყო და მომავალი წარსულის მსგავსი იყოს თუ არა. ახლებური ქცევის შეძენა შესაძლებელია ყველა ურთიერთობაში, მათ შორის საკუთარ თავთან, ინტიმურ პარტნიორებთან, მეგობრებთან, სამსახურში და სრულიად შემთხვევით შეხვედრებშიც. აუცილებელია გქონდეთ ადგილი, სადაც განაგრძობთ მცდელობას და გაივარჯიშებთ ახალ ქცევებში. სწორედ ეს არის ის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანა, რაზეც ანონიმური ემოციონალები და ფსიქოთერაპია მხარდამხარ მუშაობენ. ფსიქოთერაპია როგორც წესი ინდივიდუალური სეანსების სახით ტარდება. ერთი-ერთზე შეხვედრებისას უფრო იოლია ვილაპარაკოთ სირცხულზე, თუნდაც სირცხულის მოწმე გვყავდეს. თუმცა სირცხულის დამარცხება ყველაზე უკეთ შეიძლება ჯგუფურ სიტუაციებში და განსაკუთრებით თანასწორთა ჯგუფში. ანონიმური ემოციონალები ამას უნიკალური სახით გვთავაზობს. ერთი-ერთზე ჩატარებულ ფსიქოთერაპიაში ან ჯგუფურ თერაპიაში ექიმის, ვინც ხშირად ამაში ანაზღაურებას იღებს, დასწრება ლიდერის და მიმდევრების როლს და კონტექსტს ქმნის. ლიდერისგან მიღებულ უკავშირს შესაძლოა ახალი სირცხული ახლდეს. სირცხულის გაქარწყლების თავად ამ მცდელობაშიც კი. ანონიმურ ემოციონალებში ლიდერები არ არიან და უკავშირი მიიღება წრისგან, რომელშიც ყველა თანასწორია. ამგვარად სირცხული განიკურნება.
ანონიმური ემოციონალების 12 ნაბიჯი ან ნებისმიერი სხვა 12 ნაბიჯიანი ჯგუფი სირცხვილისგან თავის დაღწევის გზას გვთავაზობს. სირცხვილი ესაა მთელ არსებაში გამჯდარი შეგრძნება, რომ ცუდი ხარ, რომ რაღაც არასწორი ჩაიდინე. სირცხვილისგან თავის დაღწევა შეუძლებელი გვეჩვენება. დანაშაულის გრძნობა, ესეც კიდევ ერთი დასწავლილი ემოცია, გვთავაზობს თავდაღწევის გზას. რამდენადაც ეს გრძნობა ადამიანის მიერ რაიმე ღირებულების ან რწმენის კონკრეტული სახით დარღვევის შედეგია. დანაშაულის გრძნობისგან გათავისუფლების მიღებული ხერხია ბოდიშის მოხდა და პასუხისმგებლობის აღება. ანონიმური ემოციონალების ნაბიჯები მე-4-დან მე-11-მდე განკუთვნილია იმისთვის, რომ ადამიანს სირცხვილის გრძნობა დანაშაულის გრძნობად გარდააქმნევინოს, შემდეგ კი მიმართოს მისგან თავდაღწევის ხერხს, გამოსწორების პროცესის გავლით. ჩემი დაკვირვებით ანონიმური ემოციონალების შეხვედრებზე დასწრება ჩემს კლიენტებს ეხმარებოდა აგრეთვე მიმღებლობის მეშვეობით, რომელსაც ჯგუფის წევრები ერთმანეთს თავაზობდნენ. ადამიანთა უმრავლესობას, რომლებიც უძლურნი არიან საკუთარი ემოციების წინაშე, არასოდეს გამოუჩნდიათ სხვებისგან უპირობო სიყვარული. ასეთი სიყვარულის მიღება მით უფრო ისეთ გარემოში, სადაც ყურს გიგდებენ, ძალიან makurnებელია. ადამიანები ამგვარად გრძნობენ მზრუნველობას, რაც აუცილებელია კარგად ყოფნისთვის. ეს პროცესი სირცხვილისგან განკურნების იარაღსაც გვთავაზობს, რადგან ანონიმური ემოციონალების წევრებს შეუძლიათ ენით გამოუთქმელი, გაუგონარი რამეები ილაპარაკონ და პასუხად ურყევი მიმღებლობა იპოვონ. ხშირად ისინი აღმოაჩენენ სხვებთან მსგავსებას, რაც მათ უქრობს გარიყულობის და განსხვავებულობის გრძნობას, ემოციური ტკივილის, ასევე თანმდევ განცდებს. ზემოთ აღწერილი პროცესი გვასწავლის მხარდაჭერ კონტექსტში, რომ ემოციების მართვა შესაძლებელია და ფაქტობრივად არის კიდევაც მართული. მე მინახავს ანონიმური ემოციონალების შეხვედრაზე დასწრებას, ფსიქოთერაპიასთან ერთობლივად, როგორ შეუცვლია ადამიანთა ცხოვრება. კვლავ განაგრძեց ეს სასიკეთო საქმიანობა. კარენ ნ. მილერი, კლინიკური სოცმუშაკი, Rapid City, სამხრეთ დაკოტა, 1995 წელი. ფსიქიატრისგან. ანონიმური ემოციონალების შესანიშნავი ორგანიზაცია. წლების განმავლობაში ბევრ ჩემს პაციენტს ძალიან დაეხმარა მათგან მიღებული მხარდაჭერა. ანონიმური ემოციონალები იკავებს და ავსებს მკურნალობის პროცესის ძალიან მნიშვნელოვან ნიშას. თვითდახმარების სხვა ჯგუფების მსგავსად, ანონიმური ემოციონალები იმსახურებს ჩვენს აღიარებას და მადლიერებას. დეივიდ ჯი ოლენი, მედდოქტორი, ფსიქიატრი, ბლუმფილდ ფილსი, მიჩიგანი, 1995 წელი. ფსიქიატრისგან. მრავალი წელია ვიცნობთ ანონიმური ემოციონალების საქმიანობას და სიამოვნებით ვიყენებ შესაძლებლობას მხარი დავუჭირო ამ ძალიან საჭირო თვითდახმარების ორგანიზაციას. ეს წიგნი ანონიმური ემოციონალები დიდ სარგებელს მოუტანს უამრავ ადამიანს, რომლებიც სხვადასხვა სახის ემოციური პრობლემებით იტანჯებიან. ჩემი აზრით, გაერთიანება ანონიმური ემოციონალები მნიშვნელოვან როლს თამაშობს ემოციური პრობლემების მქონე ადამიანების მკურნალობის საქმეში. გავაძლებით ანონიმური ემოციონალების წარმატებები თავისუფლად გაუტოლდება ანონიმური ალკოჰოლიკ და მიღწეულ წარმატებებს. უდიდესი სიამოვნებით უწევ რეკომენდაციას ანონიმურ ემოციონალებს ყველასთვის, ვისაც კი ემოციური პრობლემები აქვს. ღრმად მწამს, რომ ეს ჩინებული თვითდახმარების ჯგუფია. სრულიად უყოყმანოდ გზავნით ჩემს ფსიქიატრიულ პაციენტებს აქ და მჯერა, რომ ემოციური პრობლემების განკურნების ერთი დიდი გამოსავალი ანონიმური ემოციონალების მსგავსი თვითდახმარების ჯგუფების საქმიანობაა. ჯეიმს გარვი, მედიცინის დოქტორი, შპს მინეაპოლისის ფსიქიატრიული და ნევროლოგიური კლინიკა, მინეაპოლისი, მინესოტა, 1978 წელი. ქიმიურ ნივთიერებებზე დამოკიდებულების თერაპევტისგან. სანამ ამ ქვეყნად ადამიანები არსებობენ, მათ სულ ექნებათ მათში და მათ გარშემო ყოველდღიურად მომხდარ ცვლილებებთან შეგუების სიძნელები. ეს არ გახლავთ ბრძნული აფორიზმი, არამედ ადამიანებისა და ცხოვრების უბრალო აღწერა. ეს დაკვირვება შეუძლია მოახდინოს ნებისმიერმა ჩვენგანმა, თუ საკმარისი დროით მოვაცილებთ ყურადღებას საკუთარ თავს, ჩვენს პრობლემებს და გარშემო მიმოვიხედავთ. მე ყოველდღე მუშაობ ადამიანებთან, ვისმენ მათ პრობლემებს და არსებობს რამდენიმე ჩივილი, რასაც რეგულარულად ვაწყდები. ჩემი პრობლემა ყველა სხვის პრობლემაზე უარესი, არასოდეს არავის გადაუტანე ის, რასაც ახლა მე ვუძლებ. მე ვერავინ დამეხმარება, ეს ზუსტად ვიცი. ეს არ არის მაინდა-მაინც მენტალურად დაავადებული ადამიანების განცხადებები, არამედ ის შეხედულება და ფიქრებია, რომლებიც ჩვენ ყველას გაგვიელვებია გონებაში ამა თუ იმ დროს. სანამ შევძლებთ შევუდგეთ ჩვენი ემოციური პრობლემების გადაჭრის გზებს, დაგვჭირდება ერთ-ერთი უდიდესი დაბრკოლების გადალახვა, ესაა საკუთარი თავის რწმენის ნაკლებობა. ამას რომ მივაღწევთ, მოტივაციაც გაგვიმყარდება.
ანონიმური ემოციონალები არის ორგანიზაცია, რომელსაც შეუძლია დაეხმაროს ადამიანებს, გადალახონ საკუთარ თავში დაეჭვების და სასოწარკვეთილების დაბრკოლებები, რაც ჩვენს ემოციურ მღელვარებას ახლავს. ანონიმური ემოციონალები ამას ახერხებს იმ საშუალებით, რაც პროფესიონალებს არ გააჩნიათ. ანონიმური ემოციონალების ჯგუფებს არ წარმართავენ მენტალური ჯანმრთელობის ან მედიცინის დარგის პროფესიონალები. ასეთი რამ ხდება მხოლოდ მაშინ, თუ სპეციალისტი ანონიმური ემოციონალების წევრია და მისი მსახურების ჯერია, რომ შეხვედრას გაუძღვეს. ანონიმური ემოციონალები თავის წევრებს თავისუფლს განკურნების პროგრამას, რომელიც იმავე პრობლემების მქონე ადამიანების მხარდაჭერას გულისხმობს. ეს ჩემი შეგრძნებით ცვლილებების შიშის გაქრობას უწყობს ხელს. 12 ნაბიჯი, რომელსაც წევრები მიჰყვებიან გამოჯანმრთელებისკენ მიმავალ გზაზე, აძლევს მათ საკუთარ პრობლემაში წვდომის შესაძლებლობას და მიმართულებას ამ პრობლემების გადაჭრის გზაზე. ანონიმური ემოციონალები ადამიანს ეხმარება იმუშაოს თავისი ცხოვრების 4 უმნიშვნელოვანე სფეროზე, რაც ჩემი აზრით არ გამოსდის სხვა თერაპიების უმეტესობას, რომლებიც როგორც წარსულში, ასევე თანამედროვეობაში ჯერ კიდევ ფართოდ გამოიყენება. ანონიმური ემოციონალები ადამიანს ეხმარება გააცნობიეროს თავისი ცხოვრების ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სოციალური და სულიერი ასპექტები და ამგვარად ხელს უწყობს პიროვნების უფრო თანაბარ ზრდას. დიდ რეკომენდაციას ვუწევ ანონიმურ ემოციონალებს ჩემს კლიენტებთან და მეგობრებთან, რომლებსაც უცნელდებათ თავიანთი ემოციების მართვა. ასევე შევატყო, რომ ანონიმური ემოციონალებში გადამისამართება ძლიერ რგებს ჩემს ალკოჰოლიკ და ქიმიურ ნივთიერებებზე დამოკიდებულ კლიენტებს. ანონიმური ალკოჰოლიკების და ანონიმური ნარკომანების შეხვედრებზე მათი შვეული რეგულარული დასწრების პარალელურად. ანონიმური ემოციონალები ღმერთის ნაჩუქარი პროგრამაა, რომელიც ჩვენ მძიმე ვითარებაში მოხვედრილ ადამიანებს გვეხმარება უფრო რეალისტურად გაუმკლავდეთ ჩვენს ემოციურ ძვრებს. ამაზე მეტი რაღა უნდა ითქვას, ან რა საჭირო იმის აღსანიშნად, თუ რა გავლენა აქვს ანონიმურ ემოციონალებს უამრავი ადამიანის ცხოვრებაზე. მის მიღწევათა ჩამონათვალი ანონიმური ალკოჰოლიკების მიღწევების მსგავსად უკვე ყველაფრის მთქმელია. დეივიდ პ. დეკერი, ქიმიურ ნივთიერებებზე დამოკიდებულების უფროსი თერაპევტი, დაკოტას ოლქის მენტალური ჯანმრთელობის ცენტრი, სამხრეთ სენტ-პოლი, მინესოტა, 1978 წელი. თერაპევტისგან. ანონიმური ემოციონალები 2 წლის განმავლობაში მართავდნენ შეხვედრებს ჩვენს სტაციონარ გესტ ჰოუმში, რომელიც ქრონიკული მენტალური დაავადებების მქონე პაციენტებისთვის არის განკუთვნილი. შევამჩნიე, რომ ის რეზიდენტები, რომლებიც ყოველკვირეულად ესწრებოდნენ ერთობის შეხვედრებს, ახერხებდნენ გახსნილიყვნენ ემსჯელად პრობლემებზე, უკეთ გაეგოთ საკუთარი ემოციები და სხვებსაც დახმარებოდნენ. პაციენტები მოუთმელად ელოდნენ ამ შეხვედრებს და უფრო პროდუქტიულად იყვნენ ყოველდღიურ ცხოვრებაში. მათ ურთიერთობა გააბეს სხვა წევრებთან და ზოგი ჯგუფის ხელმძღვანელიც გახდა. ანონიმური ემოციონალები ჩვენი სტაციონარის რეზიდენტების მკურნალობის მნიშვნელოვანი ნაწილია. ტარა ლ. ეისნერი, ქორწინების, ოჯახის და ბავშვთა თერაპევტი, ენისონი, კალიფორნია, 1995 წელი. რელიგიის პროფესიონალები. ღვთლისაგან. ჩემთვის პატივი და დიდი სიამოვნება ანონიმური ემოციონალების პროგრამისთვის მხარდაჭერის და რეკომენდაციის გამოთქმა, რომ თხოვეს. შესაძლოა უფრო სწორი ყოფილიყო მათთვის ანონიმური ემოციონალების გამოცდილება ან ანონიმური ემოციონალების ცხოვრების წესი გვეწოდებინა. მე პირადად ბევრი რამ აქვს მიღებული ანონიმურ ალკოჰოლიკებთან, ანონიმურ ჭარბმჭამელებთან და განსაკუთრებით ანონიმურ ემოციონალებთან ურთიერთობისგან. ანონიმურ ემოციონალების ყოველწლიურ შეხვედრაზე სტუმრად სპიკერად ყოფნისას აღმოვაჩინე, რომ მეგობრებსა და ოჯახის წევრებს შორის ვიყავი, რომ შინ დავბრუნდი მსრუნველ ჩემიანებთან, სადაც ადამიანს შეუძლია მოშალოს საკუთარი თავის თუ სხვებისთვის თვალის ასახოვად აგებული კედლები და გულწრფელად ილაპარაკოს საკუთარ გრძნობებზე, დათრგუნულობასა და ღრმა სევდაზე, რომელიც ყველა გულწრფელი ადამიანის გამოცდილების ნაწილია, უბრალოდ სხვადასხვა ხარისხით. ჩემი აზრით, სამედიცინო იარლიყები, როგორც წესი, საკმაოდ სახის წამშრელი და შემზღუდველია. ემოციური და მენტალური დაავადება სილაღისა და სულიერი სიმშვიდის გრძნობების დაკარგვა და მათი უქონლობაა. არსებითად ეს სულიერი გამოცდილებაა. მინდა სწორად გამიგოთ, მე ვამბობ სულიერს და არა რელიგიურს. ჩემი როგორც 25 წლიანი პრაქტიკის მქონე სასულიერო პირის და 50 წლის ასაკის მიღწეული ადამიანის გამოცდილება მიჩვენა, რომ ანონიმური ემოციონალების შეხვედრაზე მისულ ბევრ ადამიანს ორგანიზებულ რელიგიებთან ურთიერთობის არასასიამოვნო გამოცდილება ჰქონდა. ჩვენ ჯერაც წყურია სულიერი წყალი, რომელიც სამშვენველისა თუ სულის წყურვილს მოგვიკლავს. ერთხელ ინდიერთა ტრადიციისამებრ 4დღიანი მარხვისას ასეთი გზავნილი მივიღე. რელიგია თიშავს, სულიერება აერთიანებს. ანონიმური ემოციონალების წესის მიყოლით, თითო ჯერზე, თითო დღეზე ზრუნვით ადამიანი იწყებს
მინიშნებების აღმოჩენას კითხვაზე, რომელიც თავისი არსით სრული საიდუმლოა და ერთობის სულ უფრო მზარდი გრძნობა უვითარდება. სიყვარული, სიკეთის, მიმღებლობის, მიმტევლობის, პატივისცემის და თანასწორობის სული შეიძლება ვიპოვოთ ზოგ ოფიციალურ რელიგიურ სისტემაში, მაგრამ გამოცდილება მეუბნება, რომ უფრო სავარაუდოა ეს სულიერი თვისებები ანონიმური ემოციონალების კურნებისა და გაზიარების წრეში იპოვოთ. ადამიანები თავიანთ ამბებს ყვებიან, ჩვენ ამ ამბებს საკუთარ გამოცდილებასთან ვაკავშირებთ, ხვდებით, რომ მარტონი არ ვართ და რომ არსებობს იმედი. ქარიშხლის ბოლოს ცისარტყელა და ტკივილის მიღმა სიმშვიდე. მქონდა პატივი მრავალჯერ ყოფილიყავი მეხუთე ნაბიჯის გაზიარებათა მესაიდუმლე და ისევ გაოცებული ვრჩები იმით, თურმე როგორ შეიძლება ადამიანმა ჩამოიხსნას ძველი ტვირთი, როდესაც გულის ტკივილ შიშებსა და ბრას უზიარებს სხვა ადამიანს, ვინც საიმედოდ დაიცავს მის საიდუმლოს. როდესაც გულში ჩამარხულ ამბებს სხვებს უამბობთ მკურნალ წრეში, მაშინ ძალა გვეძლევა ჩვენი გულწრფელობით. როცა ორნი ან მეტნი ერთმანეთს გაუზიარებთ სულის გამოცდილებას, შევიცნობთ სიყვარულის სასწაულს და უსამანო მშვიდობას. გაზიარებას, რომელსაც ანონიმური ემოციონალების ჯგუფებში გვთავაზობენ, შეუძლია განკურნოს გაბზარული გულები, კვლავ სიხარულით აამღეროს მწუხარე გონება და დაქანცულ სულს კვლავ ცეკვა მოასურვოს. მე მოგიწოდებ და გიწევთ, გაუზიაროთ ადამიანებს თქვენი ამბების სიმშვიდის სულიერ ძიებაში. დალოცვილი ყოფილიყავით თანამგრძნობელი მეგობრების ამ წმინდა წრეში. რა არის წარმატება თუ არა გულის კმაყოფილება? რა არის დაკმაყოფილება თუ არა სიმშვიდის სული? რა არის სიმშვიდე თუ არა ძალა რწმენით დაუხვდე ცხოვრების წინააღმდეგობებს და უშიშრად და ზეიმით შეეგებო ცხოვრების შესაძლებლობებს. ღირსი ჯონ უელსი ოლდჰამი, კანადის გაერთიანებული ეკლესია, უინიპეგი, მანიტობა, 1995 წელი. ლუთერანი მღვდელისაგან. ანონიმური ემოციონალების ცხოვრების წესთან მრავალწლიანი ნაცნობობის. ამ წესის მიმდევარ ადამიანებთან მრავალჯერადი შეხვედრების მერე მსურს 12 ნაბიჯიან პროგრამას ჩემი გულითადი მხარდაჭერა გამოუცხადო. ჩემი რწმენით და გამოცდილებით ის არის ღრმად სულიერი, თუმცა არა ცხადად რელიგიური, გამოხატული გზისა, რომლის გასავლელადაც ვართ შექმნილები. როგორც ადამიანები, რომლებიც შევქმნილათ რა და ვიცხოვროთ მოყვარული შემოქმედის რწმენითა და ჩვენს მოყვას ქმნილებებზე ზრუნვით, ჩვენ 12 ნაბიჯში პოვლოთ ცხოვრების წესს, რომელსაც გამოვყავართ საკუთარი თავით ამაო შეპყრობილობისგან და შეგვიძღვება თავდადების, საკუთარი თავის დავიწყების, თავის მიძღვნის ცხოვრებისეულ თავგადასავალში. დობისა და სიყვარულის ამ აქტში საკუთარი ცხოვრების ჩაკარგვის კვლავ გვეძლევა ახალი ძალა და ცხოვრების მიზანი და განვიცდით სიხარულს, რომელიც სხვაგვარად ალბათ მიუღწეველია. პასტორი ლოუელ ო ერთხალი, უნივერსიტეტის ლუთერანული იმედის ეკლესია, მინეაპოლისი, მინესოტა, 1978 წელი. მღვდლისაგან. ღრმა მადლიერებით გავუზიარებ ამ ფიქრებს მათ, ვინც ჩაბმულია საკუთარ თავთან, მოყვას ადამიანებთან და ღმერთის იდეის მათეულ გაგებასთან ურთიერთობის გაუმჯობესების პირად ბრძოლაში. ამ პროგრამის ძირითადი ნაბიჯები გვთავაზობს მითითებების ფიზიკური თუ მენტალური კეთილდღეობის რეალური განახლებისათვის. ამის გარდა გვთავაზობს სულიერი ზრდისა და სულის სიმშვიდის მოპოვების შესაძლებლობას. ჩვენ ვხედავთ ადამიანებს, რომლებიც პირადი ძალისხმევით და შეუპოვრობით, ასევე ჯგუფის დახმარებით ეძიებენ დახმარებას პრაქტიკულ ყოველდღიურ ცხოვრებაში. ზრდა ნიშნავს ცვლილებებს, უწყვეტ პროცესს. დღეს გახდეთ განსხვავებული იმისგან, რაც გუშინ იყავით, ხოლო ხვალ განსხვავებული იმისგან, რაც დღეს ხართ. ცვლილება მოდის ძალისგან, ხოლო ძალას გვაძლევს ღმერთი. ღმერთს აქვს ძალა. ის მოგვეცემა მთხოვნელებს. და ყველას, ვინც კი ამ ძალას ანონიმურ ემოციონალთა პროგრამის მეშვეობით ეძიებს, ეპოვნოს უფრო დიადი წვენით, ძალა სიყვარულისა, სიმშვიდეში სუფევისა, ცხოვრების საზრისის პოვნისა და ჭეშმარიტი სიხარულისა. ღმერთის შემცვლის, თუ მე ამის ნებას დავრთავ. ღირსი მარკ ფ მინდრაპი, ფრანცისკელი ბერი, ფრანცისკანული რიტრიტების წევრი, პრიორ ლეიკი, მინესოტა, 1978 წელი. კალიքს ინტერნეიშნალის მღვდლისა და სულიერი ხელმძღვანელისაგან. როდესაც პირველად გავხდი ანონიმურ ალკოჰოლიკთა წევრი, ერთადერთი მიზანი მამოძრავებდა და რასაკვირველი ეს იყო დახმარების მოპოვება ჩემს ალკოჰოლიზმთან ბრძოლაში. ყოველ დღე მადლობ ღმერთს და ანონიმურ ალკოჰოლიკებს, რადგან მას მერე ბედნიერი და ფხიზელი ცხოვრების მრავალი წელი მებოძა. თუმცა რაც უფრო ღრმად ვიგებ 12 ნაბიჯიანი პროგრამას მის ცხოვრებაში განხორციელების გზით, უკვე ვამჩნევ ჩემში მომხდარ ფაქის ცვლილებებს, რომელთა აღწერა შემიძლია მხოლოდ სიტყვით დამოკიდებულებითი. ჩემმა დამოკიდებულებებმა ძირეულად დაიწყო შეცვლა. როდესაც ვცდილობდი გამეანალიზებინა თუ რა და რატომ ხდებოდა, მივხვდი 12 ნაბიჯის ჭეშმარიტ მნიშვნელობას. დავინახე ის
არა როგორც სიფხიზლის ეტაპები, არამედ როგორც მითითებები, როგორ უნდა მეცხოვრა. მეს მეკცა ცხოვრების წესად, მითითებად, როგორ უნდა მქონოდა კარგი, სავსე, სასარგებლო, კარგად დაბალანსებული, მომწიფებული ადამიანის, ჯანმრთელი და შესაბამისად ბედნიერი ცხოვრება. სიფხიზლეს ამიერიდან განვიხილავდი არა როგორც მიზანს, არამედ როგორც დამატებით ჯილდოს, ლოგიკურ შედეგს, იმ ახალი დამოკიდებულებებისა, რომლებიც 12 ნაბიჯის ცხოვრებაში განხორციელებამ განმივითარა. შევამჩნე, რომ მუდამ ვიყენებდი 12 ნაბიჯს, როდესაც კონსულტაციას ვუწევდი სხვადასხვა სიძნელეების წინაშე მდგარ ადამიანებს. რა კი მღვდელი ვარ, ჩემთვის ხშირად უთხოვიათ ყოფილიყავი სულიერი მრჩეველი და აღსარების მიმღები. დღეს ყოველდღიურად შევთხოვ ღმერთს შენდობას, გამჭრიახობისა და მიხვედრის ნაკლებობის გამო. თუ კი მომიხერხებია და ვინმეს დავხმარები ვარ ანონიმურ ალკოჰოლიკებში გაწევრიანებამდე, ეს ხდებოდა მხოლოდ იმის წყალობით, რომ ღვთაებრივი სიბრძნის იარაღი ვიყავი და არა ჩემი რაიმე ადამიანური უნარის გამო. მე დღესაც მტკიცედ ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენი უპირველესი პასუხისმგებლობა და უდიდესი ღირსება ისე, რომ ღმერთი ჩვენ შორის უკანასკნელსაც კი თავისი სიყვარულის და მაკურნებელი ძალის იარაღად იყენებს. თუმცა ის ჩვენგან მოელის, რომ განვითარდეთ, გავილესოთ და გამოვიყენოთ ის იარაღები, რომლებიც მან გვიბოძა. ჩემი აღქმით ეს იარაღები შემოთავაზებული გვაქვს ჯანსაღი ცხოვრებისკენ გადადგმული, უკიდურესად პრაქტიკული, მოკლე და ზუსტი 12 ნაბიჯის სახით. კეთილგონიერებაში ზრდისაკენ მიმავალი ჩემი საკუთარი გზის რომელიღაც ეტაპზე ცხოვრების ეს წესი აღვიქვი, როგორც პრაქტიკულად ყველა ემოციური სახის დაავადების გადაჭრის გზა. ზოგჯერ შევეთამაშებოდი ხოლმე იდეას, გამოჯანმრთელების 12 ნაბიჯი მორგებოდა ადამიანთა სხვა პრობლემებსაც, განსაკუთრებით ემოციური სახის პრობლემებს. ჩემი უგუნურების გამო მიმაჩნდა, რომ ამისათვის ბევრი რამის შეცვლა იქნებოდა აუცილებელი. წარმოიდგინეთ, რა გაოცებული და გახარებული დავრჩი, როდესაც ანონიმური ემოციონალების შესახებ შევიტყვი და ჰოი საოცრებავ, ეს ერთადერთი სიტყვის შეცვლით გახდა შესაძლებელი. ამან მომცა საბაბი დამატებით ჩამეხედა საკუთარ არსებაში, რადგან ჩემი თავი დავინახე როგორც კაცი, ჯერაც ღმერთის როლს რომ თამაშობდა და უფლის შემოქმედების გაუმჯობესებას ლამობს. ნამდვილად მჯერა, რომ 12 ნაბიჯის პროგრამა მე-20 საუკუნის სულიწმიდის გამოცხადება. ის წინ უნდა აღუდგეს ემოციურ პრობლემებს, რომლებიც ჩვენი დღევანდელი ცხოვრების რიტმის წყალობით ლამის ეპიდემიად გვაქვს მოდებული. მას მერე, რაც ანონიმური ემოციონალების ერთობა გავიცანი, ხშირი შეხვედრები მქონდა მის წევრებთან, როგორც ნაბიჯების განმარტებასა და მორგებაში დახმარებისას, ასევე როგორც მეხუთე ნაბიჯის მესაიდუმლეს. ჩემს თვალ წინ მომხდარა არაერთი მშვენიერი, შეიძლება ითქვას სასწაულებრივი წარმატება. ისინი ამტკიცებდნენ, რომ ანონიმური ემოციონალების პროგრამა ქმედითია, მაგრამ ისევე როგორც ანონიმური ალკოჰოლიკები, ის წარმატებული იქნება იმდენად, რამდენადაც ჩვენს მიერ განხორციელდება ცხოვრებაში. არაფერი ჩათვალო თავისთავად ნაგულისხმევად, ზედმიწევნით მისდიე ნაბიჯებს. იყავი ტკივილამდე გულწრფელი საკუთარ თავთან, შენს ღმერთთან და სხვებთან და შენ იგრძნობ, რომ რაღაც მშვენიერი ხდება შენს თავს. ეს პროგრამა არ გვპირდება ცხოვრებას, ტკივილს თუ პრობლემების გარეშე, მაგრამ გვპირდება მშვიდ, უშფოთვალ და ბედნიერ ცხოვრებას, რომელიც ასეთი იქნება ადამიანური ცხოვრების თანმხლები ჩვეულებრივი ტკივილების მიუხედავად. ღირსი არნოლდ ლუგერი, კალიქსის ინტერნეიშნალის სულიერი ხელმძღვანელი, მინეაპოლისი, მინესოტა, 1978 წელი. რეაბილიტაციის პროგრამების მღვდლის და ხელმძღვანელისაგან. ანონიმური ემოციონალები დაეხმარა უამრავ ადამიანს, რომლებსაც სჭირდებოდა ცხოვრების ეს ჩამოყალიბებული პროგრამა და გაერთიანება, რომელიც ამ პროგრამას ახორციელებს. ანონიმური ემოციონალების მიზანი იმთავითვე იყო დახმარებოდა ადამიანებს, რაც შეიძლება კომფორტულად ეცხოვრათ იმ პიროვნებად, ვინც სინამდვილეში არიან. არ არსებობს ამ ქვეყნად ადამიანი, რომელიც ემოციურ სარგებლს არ მიიღებდა ანონიმური ემოციონალებისგან და მე უდიდესი პატივისცემითა და აღტაცებით ვუწევ რეკომენდაციას ამ პროგრამას და მათ ამ ბევრ ადამიანსაც გვზავნი დახმარების მისაღებად. ღირსი ფილიპ ლ ჰანსენი, აღმასრულებელი დირექტორი, აბოტ ნორთვესტერნ ჰოსპიტალების რეაბილიტაციის პროგრამები, მინეაპოლისი, მინესოტა, 1978 წელი. ბიზნესის პროფესიონალები, იურისტისგან. უკიდურესად დაძაბული ცხოვრების ყოველდღიურობა, მისი ძლიერი წნეხი ყოველ ადამიანში ხშირად ბედნიერების, სტაბილურობის და საკუთარი თავის დაფასების ქსოვილის რღვევას იწევს. ჩემი დაკვირვებით გაგება და პრაქტიკული განხორციელება ანონიმურ ემოციონალთა პრინციპებისა, რომლებიც ამ წიგნში აღწერილი, ბევრჯერ გამხდარა საშუალება, რომლითაც ადამიანს შეუძლია ჩვენი თანამედროვე საზოგადოების მიღება, მასზე მორგება და მასში სრულად, ადეკვატურად და კომფორტულად ფუნქციონირება. სტენილ ჯ მოსიო, ადვოკატი, სენტ პოლი, მინესოტა, 1978 წელი. ბიზნესმენისგან.
როდესაც მთხოვეს ანონიმურ ემოციონალებში მსრუნველად მემსახურა, მე სიამოვნა და პატივად მივიჩნია ჩემი პროფესიული გამოცდილება და უნარების სასარგებლო საქმისთვის მომეხმარებინა. მუშაობა ადამიანებთან, რომლებიც თავიანთი ემოციური ცხოვრების მოსაგვარებლად ანონიმურ ემოციონალთა თორბეთ ნაბიჯს იყენებდნენ, ის საქმიანობაა, რომელიც თავმდაბლობას გასწავლის. ამ ადამიანების გულმწრფელობა და პირდაპირობა ყოველთვის იმედის და შთაგონების შემძენია. პატივად და პრივილეგიად მიმაჩნია რეკომენდაცია გაუწიო ამ წიგნსა და მის პროგრამას ყველასთვის, ვინც იმედს, რწმენას, ძალას ან ნუგეშს ეძებს. რასაც ეძებთ, ამ წიგნის გვერდებზე იპოვით. იპოვით იმ ჯგუფებში, რომლებიც ამ წიგნს მეგზურად იყენებენ და რა თქმა უნდა, საბოლოოდ იპოვით მათ საკუთარ თავში, როგორც ბევრმა სხვამ უკვე იპოვა ამ პროგრამის გავლით. ეს წიგნი იმ ადამიანების ნამუშევარია, ვინც უკვე იპოვა საკუთარი თავი, ან ამ პროცესშია. ის გამოსცეს ანონიმურმა ემოციონალებმა, იმ გაბედულმა ადამიანებმა, ვისი ამბებიც გადმოცემულია წიგნის გვერდებზე. ეს ნამუშევარი მათი მხრიდან მადლიერების გამოხატვა და დაშენებულია იმ ადამიანების გამოცდილებებზე, რომლებმაც მათზე ადრე გაიარეს ეს გზა. გადაწყვეტ პროგრამაში მონაწილეობას, მალე მიხვდებით, რომ აღმოჩენების გზას შესდგომი ხართ, საკუთარი თავის, სხვების და სამყაროს აღმოჩენის გზას. გონივრულად გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა. რობერტ კლმინდი, RSM Enterprises პრეზიდენტი, UIZ, მინესოტა, 1995 წელი.